ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა. რისთვის გვჭირდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი? იმისთვის, რომ დასავლეთს უფრო მეტი დემოკრატიულობა დაუმტკიცოთ. ამ კითხვებს სამართლის სპეციალისტები სვამენ და პასუხებსაც ისინი სცემენ. მინდი ოღრიხელიძე ამბობს, რომ დემოკრატია ერთადერთი სეგმენტი არ არის, რაც სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. დემოკრატია ზოგჯერ საზიანოც კი თვის პროფესიონალიზმს დაუპირისპირდება. არაპროფესიონალიზმად კი სამართლის სპეციალისტები უარგუმენტო ვერდიქტს მიიჩნევენ. არის თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სამართლიანი სასამართლოს გარანტი? ეს არის კითხვა, რომელიც რამდენიმე დღეა აქტუალური გახდა. 1 ოქტომბრიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ახალი ინსტიტუტი შემოდის ჯერ მხოლოდ განზრახ-მკვლელობაზე და მხოლოდ თბილისში, 2 წელიწადში კი მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველა დანაშაულზე. 1 ოქტომბრიდან ნებისმიერ თქვენგან შეუძლია გადაწყვიტოს განსასჯელის ბედი. 1 ოქტომბრიდან ნებისმიერი თქვენთაგანი შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული. მაგრამ რამდენად გაამართლებს სისტემა, რომლითაც სასამართლო სპეციალისტებით აზრით, წამყვანი დასავლელი ქვეყნებიც კი არ არიან კმაყოფილნი. ინსტიტუტი, რომლის მიერ გამოტანილ განაჩენზე პასუხისმგებელი პირი იკარგება, განაჩენი, რომლის არგუმენტირება და დასაბუთება სავალდებულო არ არის. რამდენად იქნება გადაწყვეტილების მიღებისას ნაფიცი მსაჯული და მოუკიდებელი, მაშინ როცა სასამართლოს ხდომები მედიისთვის დღემდე დახურული რჩება. ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის პლუსებზე და მინუსებზე დღეს ერთმანეთის პირისპირ საუბრობენ თავისუფლების ინსტიტუტიდან გიორგი მელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა უკანონო პატიმრების ლიდერი ეკა ბესელია. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან თავისუფლების ინსტიტუტიდან ბატონი გიორგი მელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ბატონი ეკა ბესელია. საღამოშიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგბრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ზუსტად 2 დღის წინ მე მაგალითად პირადად სახში მომივიდა წერილი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარისგან ბატონი კუბლაშვილისგან შინაარსით, მე მგონია ამ წერილი შინაარსი ყველასთვის ცნობილია, სადაც საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის საქართველოში და ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება, გარკვეული იქ გამონაკლისების გარდა შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული და უშუალოდ მივიღოთ გადაწყვეტილება გარკვეული ადამიანების ბედთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანის დროს. როგორც კი უშუალოდ ეს საკითხი გახდა საზოგადოებისთვის ესეთი საჯარო, არაერთგვაროვანი რეაგირება მოჰყვა ამას. ნაწილი საზოგადოების მიიჩნევს, რომ ეს კარგია, რომ ეს ინსტიტუტი შემოდის სასამართლო რეფორმისთვის, მით უმეტეს ჩვენი სასამართლო რეფორმის პროცესშია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ არის დემოკრატიულობის მაჩვენებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელი არ უფრო სწორად სასამართლოს დამოუკიდებლობის და იმისთვის, რომ სასამართლო უფრო ეფექტური გახდეს, ამისთვის ერთ-ერთი ინდიკატორი არ გახდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ გიორგი? პირველ რიგში დავიწყოთ მოდით თქვენგან. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან ბევრი კითხვა დასვით შევეცდები ძალიან მოკლედ უპასუხო ძირითად კითხვებს, ხო? პირველი არის თუ არა რამე კავშირში ნაფიც მსაჯულები დემოკრატიასთან პირდაპირ ეს არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სასამართლოს ეფექტურობასთან ერთი და ეს არის მონაწილეობის გაზრდასთან სასამართლოს ეფექტურობა დემოკრატიულობასთან მაინც კავშირში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ასე ვთქვათ შორთ თუ მოუვლით ყველაფერი დემოკრატიულობასთან არის კავშირში. ხა რაც შეეხება პასუხისმგებლობას შეიძლება თუ არა გადაწყვიტონ ადამიანებმა სხვისი ბედი სპეციალური ცოდნის გარეშე ჩვენ ყოველ რა ვიცი ახლა შეიძლება ყოველ წელს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მაინც არჩევნებზე დავდივართ და ვწყვეტ ჩვენ საკუთარ და სხვის ბედსაც იმ არჩევანით რასაც ვაკეთებთ ხო ანუ გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის პროცესი არჩევნები როცა ვირჩევთ ხალხს ვინც კანონებს წერენ და ეს კანონები ჩვენ შეგვხვდება და სხვებსაც ეს მეორე რაც შეეხება ახლა ტრადიციები იყო ნახსენები თქვათ ბატონი უგრეხელიძის მოსაზრება ხო აი ამ ყველაფერზე შეგვიძლია ხო პროფესიონალიზმი ამ ყველაფერზე შეგვიძლია გაცილებით უფრო გაშლილად ვილაპარაკოთ თუმცა ფაქტი ერთია რომ ნაფიც მსაჯულების სისტემაში ადამიანის საქმეს განიხილავს არაერთი არამედ ნუ ეხლა ჩვენი კანონით შესაძლოა 12 ადამიანი. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა იმ ადამიანისთვის, ვის ბედსაც გადაწყვეტენ, ერთი და მეორე, ყველა სტატისტიკით ნაფიც მსაჯულების სისტემაში გაცილებით უფრო მეტი ალბათობა
რომ ადამიანი გამართლდეს სისტემაში, ვიდრე იქ, სადაც მხოლოდ ერთი მოსამართლის მიერ წყდება ეს ყველაფერი, ანუ ინკვიზიციურ პროცესებში. ნუ გაგვიკვირდება თუ პროფესორებს, იურისტებს ეს სისტემა არ მოწონთ, რადგან ეს არ არის პროფესორების მიერ მოგონებული სისტემა, განსხვავებით იმ სისტემისგან, რაც აქამდე გვქონდა და არა მარტო ჩვენ ევროპაში ასე თქვა პროფესორების მიერ შექმნილი სამართალი მოქმედებს, მათ ეს სისტემა არ მოწონთ, რადგან არ უყვართ არაპროფესიონალები ამ საქმეში, მაგრამ ნუ როდესაც ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს, არც სამართალი იკარგება და არც კანონი. და ეს ორი შეიძლება იყოს განსხვავებული რამ და არ ნიშნავდეს ერთ და იქ. გასაგებია. ანუ ეს ინსტიტუტი შემოდის იმისთვის, რომ როგორც სარეკლამო რგოლებიდან ირკვევა ხოლმე, თქვენ მიიღებთ სასამართლოში უშუალო მონაწილეობას და თქვენ იქნებით, ანუ ასე ვთქვათ, ვერდიქტის გამოტანა. ჩვენ ანუ ხალხზეა საუბარი, ხო? ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. სამართლიანობა და კანონი. კი, ეს მისი მაჩვენებელია, რომ სასამართლო ხდება როგორი? ეს იმის მაჩვენებელია, რომ სასამართლო ხდება ანგარიშვალდებული. ღია და ხელმისაწვდომი. ეს არის სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელსაც არ ჯერა სასამართლოსი გამომდინარე იმ ტრადიციისა, რაც მას აქვს ბოლო შეიძლება საუკუნეები, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალურად ბოლო 70-80 წელი, ხო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ ჩვენი სისტემა სამწუხაროდ ამ საზოგადოებას არ ემსახურებოდა, ეს შესაძლებელია, ეს არ არის ერთი დღის ამბავი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ნუ ახლა შევხედეთ ყველამ, ხო, ბევრი რეფორმა გატარდა, ხო? რეფორმირების პირობებშიც კი პრობლემები იყო მოსამართლეებთან, ხო? და აღმოჩნდა, რომ ერთ ადამიანზე გათვლა, ერთ მოსამართლეზე გათვლა, ეს არ არის ის სწორი მიმართულება, რამაც შეიძლება ძირეული გარდატეხა შეიტანოს საზოგადოებაში. კარგი. ნაფიც-საჯულები, მე მგონი, კარგი რეცეპტია ამ პირობებში. გასაგებია, უფრო სიღრმისეულად შემდეგ დაუბრუნდებით გადაცემის მსვლელობის დროს გარკვეულ დეტალებს, დაუბრუნებს ნდობას სასამართლოს. ქაბატონო ეკა, წლების განმავლობაში ისმის სწორედ საყვარდული და თქვენ აქტიურად ხართ ამ სფეროში ჩართული, სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით. როდესაც მოსამართლეების მიმართ არის უნდობლობა, როდესაც ამბობენ, რომ მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებლები, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებენ. აი, ეხლა შემოდის ინსტიტუტი, სადაც 12 სრულად უცხო ადამიანი, აი ეს დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. არ გააჩენს ეს სასამართლოს მიმართ ნდობას, ეს არ არის რეფორმა? ამ დაუსრულებელი რეფორმის პროცესში, რომელიც არ ვიცი როდიდან დაიწყო და არც ის ვიცი როდის დასრულდება, იმიტომ რომ ეს მუდმივად გვესმის, რომ მუდმივად რეფორმის პროცესშია სასამართლო ხელისუფლება, ამ ახალი ინსტიტუტის შემოტანა დიახ ვეჭობ, რომ ვერ გააჩენს ნდობა სასამართლოს მიმართ და ვერ შეძლებს იმ თავარი წუხილის გადაწყვეტას, რომელიც ხალხს აქვს სასამართლოს მიმართ. ანუ ხალხი არ ენდობა დღეს სასამართლო ხელისუფლებას, ხო? აი იმ ადამიანთაგან, ვინც ძალიან ღიად უჭერს მხარს და ავტორია ამ ინსტიტუტის შემოღების და ამ პროექტის, ისინი ამბობენ, რომ აი სასამართლო გახდება ხელმისაწვდომი, ანგარიშვალდებული და ასე შემდეგ. ამით ისინი რა თქმა უნდა უკვე აღიარებენ, რომ არ არის დღეს ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა ხალხის მიმართ, არ არის ხელმისაწვდომი სასამართლო იმ კუთხით, რომ აი გიორგი რაზეც საუბრობდა, სამართლიანი უნდა იყოს სასამართლო, ხო, კანონს უნდა ეფუძნებოდეს და ასე შემდეგ. რატომ არ არის ეს? ამაში ხელს უშლიდა ის, რომ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო, რა თქმა უნდა არა. თავარი პრობლემა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი ნდობას ამცირებს და რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად მცირდება ეს ნდობა, არის ის, რომ მიუხედავად გარანტიებისა, რომელიც მოსამართლეებს დღეს აქვთ კონსტიტუციით, კანონით და ასე შემდეგ, ყველა რეგულაციით, არ არიან ისინი დამოუკიდებელი. მოდით ნახოთ ახლა რა შესძენს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი სასამართლოს დამოუკიდებლობის ან ეფექტურობის ან ხელმისაწვდომობის კუთხით. ვერ შეძენს ვერაფერს. შეიძლება მცირე პოზიტივი დავინახოთ, იმიტომ რომ თავისთავად ინსტიტუტია, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მათ შორის მის სამშობლოში, იმ ქვეყნებში, სადაც ის ძალიან დიდი ხანია ფეხმოკიდებულია, ინგლისში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერე შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საერთო სამართლის ბევრ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრს აკრიტიკებენ უკვე და პრაქტიკულად